სალამი ბიჭები, კაროჩე რად არის პლანშეტის დავალებაში და გჭირდება ფანქარი, უეჭველი, ფარგალი, სახაზავი, ნაირი თუ იქნება უკეთესი და საშლელი. ხალხი ახლა ინფორმაცია გექნება მოცემული ამ ნაირის სახით. გეცოდინება ორი გემის პელენგები და დისტანციები, შენი გემის კურსი, შენი გემის სიჩქარე და უნდა გეიგო დაახლოების წერტილის დრო, იმ თარგეტების კურსები, სიჩქარეები და დანარჩენი შენ რა უნდა გააკეთო რომ ააშორო რა. გექნება კიდე ამნაირი წრეები, მეორე ფურცელი იქნება, ესაა პლანშეტის იმიტაცია. ამნაირი წრეები გექნება 10 წრეა აქა, რომელშიც ერთი წრე ნიშნავს ერთ საზღვაო მილს. 1 მილი, 2 მილი და ასე აწერია 7, 8, 9 და 10. 10 მილიანია სულ, ახლა ეწერება გრადუსები. ახლა იმნაირი დავალება ევიღე, რომ შესაძლებით უფრო მარტივად დავუსვი წერტილები. 90 გრადუსი აქვს პელენგი პირველ თარგეტს. ასევე გრადუსებიც ეწერება ამას. 90 გრადუსზე იღებ და დასვამ წერტილებს. მაგალითად, პირველი გეუბნება, რომ 90 გრადუსზე 10 მილში. 1 წრე 1 მილია 2, 3, 4 შესაბამისად მე-10 წრეზე დასვამ წერტილს 90 გრადუსზე. ამას გაზომავდა სახაზავით ცენტრიდან ახლა. სად დასვა და რაფერ დასვა. რომ დასვამ ამ წერტილს, დააწერ 100. მეორე წერტილსაც დასვამ, მეორე წერტილი გეუბნება 90-ზე ისევ 8 მილში. ჩამოვწევ შესაბამისად, აი 9 გამოდის, აი მერვე წრე 8 მილი. დასვამ აქაც წერტილი და დააწერ B. ეს ორი კაი გაკეთდა. დალში ასევე უნდა დაიტანო შენი გემის კურსი. შენი გემის კურსი 54 გრადუსზე მიდიხარ 15 კვანძით. აი 1 მილი დისტანციაში როა, 1 წრე, კი არა და 1 წრე დისტანციაში როა, ასევე 1 წრე სიჩქარეში უდრის 10 კვანძს. ანუ აქედან აქამდე სიჩქარის ვექტორი გამოდის, რომ შენ მიდიხარ 10 კვანძით. გეუბნება, რომ 15 კვანძი გაქვს. შესაბამისად, ამ წრეზე და ნახევარზე იქნება საცხა 15 კვანძის სიჩქარე. ახლა რას შობ? შენს მიმართულებაზე დაადებ ცენტრიდან, აღწევენ გავაკეთე, დაადებ ცენტრიდან, შენ ცენტრიდან 54 გრადუსზე, ანუ იმ პელენგზე, რაზეც მიდიხარ, სახაზავს და რამდენი სიჩქარეც გაქვს, წრეების მიხედვით გადაათვლი და იქამდე გაავლებ ხაზს. ამ შემთხვევაში 15 კვანძი გვაქვს ცენტრიდან 1 წრე და ნახევარზე. ამნაირ პუნქტში გაავლებ. ეს არის შენი სიჩქარის ვექტორი. ანუ შენი კურსი. ახლა აი წერტილები რომ დავუსვით, ამ წერტილებზე უნდა გავავლოთ ხაზი. ისე რომ ჩვენ გაგწდეს. დავადებთ სახაზავს და ჩვეულებრივად გავავლებთ. ასეთ პუნქტში, გავავლეთ ხაზი. ამ ხაზს ეწერება RML, Relative Motion Line. აი ნაგენიც უნდა დააწერო, რომ მაგენში გულასერს. ეს არის თანაბარი მოძრაობის ხაზი. აი რომ გავავლეთ, ამით მივხვდით ახლა რომ ჩვენს მიმართულებაში მოძრაობს აი გემი ამ ხაზით რა. ანუ აი გემი ვენაგ ეჯახება, ნახე, სუსტად ცენტრში გადის. ანუ ამასთან დაახლოება, ანუ close point approach CPA გვექნება 0, იმიტომ რომ იმენა ცენტრში გადის. აქედან გამომდინარე დავწერთ, აქ ჩავწერთ CPA-ს ამ პირველი თარგეტის გასწვრივ. ჩავწერთ 0-ს, 0 nautical mile. ანუ გვეჯახება იმენა რა. ახლა უნდა გავიგოთ TCPA, time before close point approach, ანუ დრო, როდესაც ეს შეჯახება მოხდება. ამას ვაკეთებთ ფარგალით. ყველაზე მარტივია ფარგალით. ფარგალს ეითრევ, ამ თანაბარ მოძრაობას ესე დაადებ და შენ ესენი იცი, რომ 6 წუთში ნახე პირველი წერტილი ეიღე 10:00-ზე, მეორე 10:06-ზე. ანუ ეს არის შენი 6 წუთიანი რადიუსი. ანუ 6 წუთი 12, 18,
24 და სადღაც პატარა დაგჭება 25, 26 თუ. და ჩათვალოთ 26 წუთში. ანუ 26 წუთში გამოდის შეჯახება time close point approach. ანუ ამ გემის ეს CPA და TCPA გევიგეთ. ახლა უნდა გევიგოთ ამ ტარგეთის ჭეშმარიტი targets through course and speed, ანუ ამ სამიზნის ჭეშმარიტი კურსი და სიჩქარე. ამისთვის ახლა მის პირველ წერტილში, წერტილში უნდა ჩამევიტანოთ ჩვენი გემის კურსი. ასე უნდა გადმევიტანოთ. ახლა თვალით ვიზამ, არა, ისე ორი სახაზავი თუ გაქვს, უფრო მარტივად იზამ. ამას გადმეიტან ასე აქა პირველ წერტილში A-ში. და რა მხელაც ესაა, ზუსტად იმ ხელაზე გაავლებ ასე რა. ასეთ პუნქტში გადმეიტან, ზუსტად ამ ფერს გაავლებ და აქ დააწერ C-own, ანუ კურსი own, შენი კურსი. ახლა ამ წერტილიდან ამ წერტილზე გაავლებ ასე ხას. ამით გეიგებ იმ კურსის, იმ გემის კურსს. ასეთ პუნქტში, აქ გაავლებ, დააწერ set, ანუ კურს target. ახლა ამის კურსის გასაგებად ამას ასე სახაზავით დამეიღებ ცენტრში. და საითაც იქნება, რა გრადუსიც იქნება, ის იქნება ამ გემის კურსი. ამ შემთხვევაში დაახლოებით დაждდება 45-ზე. და ავიღებ მე 45-ს. ასე ანუ ამას უკადმეიტან აქა შუაში დაждდება რაღაც გრადუსთან, ის არის იმ გემის კურსი. ჩაწერა ხან კურსში 0.45. ამ შემთხვევაში მის გასწრევე აქ targets კურსში ჩაწერე 0.45 გრადუსი. გამოვიდა ამ გემის კურსი. სიჩქარეს იგებ ფარგალით რა. ჩვეულებრივად ფარგალით ეიღებ ამ სიჩქარი, ამ ვექტორის მანძილს და ცენტრში ან სადმე ნებისმიერ წრესთან გადააზომავ. ხომ იცი რომ 1 წრე 15 კვანძია. იმის და მიხედვით გათვლი რა, ანუ აი 1 აქედან აქამდე 15-ია, აქედან აქამდე 10-ია, აქედან აქამდე 15. ანუ ასე დაждდება. ასე ეგ გამოვიდა 10 და სადღაც 14 კვანძი. ასეო დაწერ ამ გემის სიჩქარეა 14 not 14 კვანძი. ასე იგებს სიჩქარეს. ამასაც ჩაწერ აქ კურსში კურს დაწერ, რაც გაიგე სიჩქარეში სიჩქარეს. ახლა რა ხდება? ახლა უნდა გეიგო კი არა, ახლა უნდა დასვა მოქმედების წერტილი, ანუ საიდან იწყებ მოქმედებას. მოქმედებას ზოგადად იწყებ 12 წუთიანი წერტილიდან. აი ხომ 6 წუთია. ერთ ამფერს გადმოხვალ ზუსტად. დასვავ წერტილს. და ეს იქნება შენი მოქმედების დაწყების წერტილი. აქედან ახლა რა უნდა ქნა? აქედან სახაზავის გამოყენებით შენი გემის გარშემო 2 მილიან წრეებზე უნდა გაავლო ხაზები, ასე ზევითაც და ასე ქვევითაც. მე ასეთ პუნქტში გაავლებ ამ 12 წუთიანი წერტილიდან შენის გარშემო მეორე წრეებზე 10, 20, 2 მილზე, 1-2 მილზე ხაზებს და ამას ქვია new relative motion line, ანუ ახალი თანაბარდი მოძრაობის ხაზი. დააწერ new relative motion line. ახლა რა უნდა ქნა? აი გავლებული ხაზები უნდა გადეიტანო B წერტილში. ზუსტად ისე რაფერც არის რა. ხო, აი ასე. ამასაც დაადებ სახაზავს, ჩამეიტან B-სთან და B-დან გაავლებ რა, ოღონდ ზევით. ასეთ პუნქტში აგიც და აგიც ასე ეს გადავა, ზევით გაევლება, ეს გადმოვა, ასე ქვევით გაევლება. ნუ შემოატრიალებ რა, ჩათვალე ამას. ეს არის რაითაც უნდა გევიგოთ ჩვენ რა კურსი უნდა და ვიჭიროთ რა. ახლა შემდეგი მოქმედება ამ შემოტრიალებულ
თანაბარდი მოძრაობის ხაზზე, ასე შენ ფარგალით დაადებ ზუსტად შენს დისტანციაზე და ასე უნდა შემოუხაზო. ასე. აჰა. და აქედან აქამდე გავავლებ ხაზს. აჰა, ასეთ პონჩი. ანუ რა ვქენით ახლა აი რომ აი ხაზინი ახლა nivelative motion line რომ შემოვატრიალეთ. მერე შენი კურსი ისე უნდა შემოატრიალო, რომ ამ nivelative motion line-ის ხაზზე ეხებოდეს ზუსტად რა. აჰა, ამ შემთხვევაში აქ დალში გავავლებ აქედან აქა კურს და ეს გამოდის შენი კურს new, ანუ ახალი კურსი. ამას ახლა იგივე პრინციპით, რასაც დანარჩენებს იგებ. გადმოიტან ასე შუაში დგაც და სადაც დაждდება, ანუ რამდენ გრადუსებს ის გამოდის შენი ახალი კურსი. ნუ ამ შემთხვევაში დაახლოებით ამას რო გადეიტან შუაში გამოვა 95. ანუ შენ ახალ კურსს გეიგებ 95-ს, ჩაწერ ამას აქა on vessels new course or speed. ნუ ჩაწერა დაახლოებით იყო 95 გრადუსი. და სიჩქარე თუ არ დააპატარავია ვექტორი, ანუ თუ ასე შემოაბრუნე, იგივე გექნება ზუსტად რა, ანუ რაც მანამდე ქონდა, ამ შემთხვევაში სიჩქარეში ნოტებში ჩაწერ 15-ს. 15 ქონდა და პონჩი. всё, ახლა დაგვრჩა ერთი რაც ხამარტო. რა დროში უნდა დავბრუნდეთ ჩვენ კურსზე. ამისათლა უკვე მარტივია. ანუ ეს კურსი გევიგეთ ახალი, სიჩქარე იგივე დარჩა და ბოლოს ვეტია შესავსები. ამას იგებ რანაირად ახლა. ამ ბ-წერტილიდან აი ხაზი რო გაავლე, იქამდე გადაათვლი ასე ფარგალით იღებ ამ მანძილს. და ამ მანძილით უნდა დათვალო დრო. ოღონდ ამ წერტილიდან. ესე იგი იცი რომ აი წაღან დავსვი 12 წუთზე. 12 წუთიან წერტილში. ანუ 12 წუთიდან იწყებ გადათვლას. 12 აქა და დალში ამ მანძილით, ამ აქედან აღებული მანძილით. ამ მანძილით არ უნდა დათვალო, იმიტომ რომ არ გამოვასწორი. ამ მანძილით 12 წუთიანიდან დეშვები და გადათვლი სადამდე ახლა. მაგ გადათვლაც ჯერ რანაირად უნდა ხნა. მაგი გამომჭა. აი მთავარი მოძრაობის ხაზი უნდა ეიტანო ცენტრში, ასე ისე, რომ 2 მილიან წერტილს და ახალი მოძრაობის ხაზს ასე კვეთდეს, ანუ ამ შემთხვევაში ამას ეიტან ასე და აჰა, აგერ აქ გადაკვეთავს და გავავლებ. ხო, აი ვიტანი ასე, გავავლე და ამ გადათვლას ახლა ამ 12 წუთიანიდან ვიწყებ ამ წერტილამდე, რა, ამ გადაკვეთის წერტილამდე. ეს 12 იყო, ეს გამოვა 18, ეს გამოვა 24 და დაახლოებით 26 წუთი. ანუ 26 წუთში დავბრუნდებით, რა, აქ გადაკვეთავს და იქნება 26 წუთი. აქ დაწერ 26 წუთს. ან უბრალოდ ამას დაამატებ დროს, ამას და დაწერ 10-26. всё, ეს არის და ეს. ამ ტარგეტზეც ზუსტად ანალოგიურად აკეთებ ყველაფერს. მაგრამ ამ მოხვევას აკეთებ ყველაზე უფრო მარჯვნივ ყოფი გემისთვის. ამ შემთხვევაში 90-ზე იყო აი გემი, ის გემი იქნებოდა 80-ზე აქა. შესაბამისად ამაზე აი ხლიფართები არაა საჭირო. პროსტა უნდა დასვა წერტილი ორივე, აი ამაზეც 9 მილზეც და 7 მილზეც, ამ შემთხვევაში დაახლოებით საცხა აქ იქნებოდა 1.9 და მეორე 7 აქა 7 არა 7 იყო პროსტა 7-ზე აქ იქნებოდა, ამ გენს დასვამ, გაავლებ, გადაიტან შენ კურს აქა და ამ გემის კურს გეიგებ. ესენი აღარაა გასაკეთებელი. კაი, კაროჩე, ამასაც ბარემ ვქნათ რა უნდა, დავსვამთ მეორე ტარგეტსაც 84 გრადუსზე, დაუმიჯნებს, 9 იქნება 84, დასვამ 9 მილზე წერტილს,
მეორე გეუბნება რომ 91 მილზე, ანუ უფრო ზევით უნდა იყოს, ამ შემთხვევაში აქ არის იქნება, ცოტა ზევით იქნება საცხა. დასვავ იქაც წერტილს. მერე გაავლებ იმ ორ წერტილზე ხაზს. set point-ში გაავლებ იმ გენზეც ხაზს. მერე გეიგებ CPA-ს, CPA-ს აქედან გეიგებ მარტო. ნუ აქ მართობულად უნდა დაუშვა შენ წერტილზე იმ გადამკვეთი ხაზიდან მონაკვეთი, ანუ ამას რომ გაავლებ, ასე ამნაირი 90 გრადუსიანი კუთხით შენს ადგილმდებარეობასთან შეაერთებ მონაკვეთს პატარას. set point-ში აი იქნება CPA. აი იქნება, კაროჩე, დაახლოება რამდენი გამოდის ახლა. აი თლიანი წრე თუ 10 მილია, დაახლოებით სადღაც 8 ან 9 მილში. და დაწერა მეორე გემის CPA იქნება 9 მილში კი არა, ანუ ერთი წრე 1 მილია, ანუ 0.9 მილში რა. 0.9 მაილ. აი CPA და TCPA-ს იგივენაირად გეიგებ, რაფერს პირველზე გადმოთვლი ამით ასე. კარგალით. მაგალითად ეს 6 იყო, ეს 12, 18 და 24 ნაკლები, საცხა 22 წუთი, ანუ ეს იქნება 22 წუთში. დანარჩენი ახლა გადაიტანო უნდა შენი გემის კურსი, ასე აქა პირველ წერტილში. კაროჩე, ამასაც გადმეიტან ასე, რაფერს პირველის გადმეიტან და დასვა. აქ წაღან შემეშალა, მაგარი შეცდომა დაუშვა. 45 კი არა, 315 გამოვა დაახლოებით ამ გემის კურსი. აქ 45 არაა შეცდომა და არ დაგებნიოთ მაგან. აგი რო გადმევიტანი ასე. აქ იქნებოდა 315. კაროჩე, ამასაც გადმეიტან ასე. იქნება 280 დაახლოებით, დაწერა მის კურსაც 280. სიჩქარესაც ისევე იგივე პრინციპით გეიგებ, გადაზომავ და დაახლოებით გამოვა ერთი წრე არის 10 მილი, 10 კვანძი. და ანუ ამ გემის სიჩქარე იქნება დაახლოებით 10 კვანძი. კურსი ამ გემის 0.25 არა, იქნება 315. და ამ ყველაფერს ჩაწერა აქ რა. ამ გემის კურსი ჩქარეს, ამას შეავსებ ჩვეულებრივად. აგენი დააწერეთ ამ new relative motion line, course target, course new, course own, CPA, რომ ამე პრობლემა არ შეგიქმნას რა. ასევე TCPA-საც გადაათვლი აქ ამ გენის ჭკალით ასეთ გასდევს. всё, რა ეგ არის.